ახლახანს ცნობილი გახდა. ტყუილად იცინთ მეგობრებო თქვენ გაიცინეთ. გახდა რომ ლანჩხუთის გამგებელი ზაზა ურუშაძე თურმე ლექსებს წერს და კრებულის ქონია გამოშვებული. კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ეს ლაპარაკი გვაქვს ფაიზა გამგებელზე, ზაზა ურუშაძეზე და ეს მართლა გამოაქვეყნა ეს ლექსები. მოდით წავიკითხოთ გამგებლური პოეზია. როდესაც ზიხართ უფულოთ და არ გაქვს შოვნის შანსები, არც მეგობრები გაწუხებს და აღარ ძველი ნაშები. რა დრო იყო რუსეთში 37 მანეთად შეიძლებოდა გასულიყავი და ამ თემას ეძღვნება ვის შემდეგი ლექსი. რუსის ქალი, მართლა ქალი, დაგვავიწყდა სადღა არის, არჩევნებზე გაიქეცი, აირჩიე ხალხი მრგვალი, დახმავაღლა გახვიროდი, აღარ გვინდა რუსო წაი. არ გინდოდა? ქოდა კაი, ახლა მაშინ ნუყვირი ხარ, გაჩუმდი და წყნარად წაი. რუსეთ თუმე არ არის, ერთი ლექსის გამო ამას ვერ იტყვი, მაგრამ ნატაშე თუმე არის. ნამდვილად ჩვენი ძვირფასი ბატონი ზაზა, იმიტომ რომ აი ესეთი ლექსი დაწერა. სხვა შორის ეს არ უშლის ხელს მის პროდასავლურობას. აი ნახეთ, როგორი პროდასავლური ლექსია. კომკავშირს ბოლო მოეღო, მას მოსდევს შენი პარტია, ერთ წელიწადში გათავისუფლდა ესტონეთ, ლიტვა, ლატვია. ეხლა დაუბრუნდეთ ნატაშუმეობის თემას, ზოგს მამაკაც მოსწონს ქერა, ხალბატონები, ზოგს წითურები, ზოგს შავგრემენი, ზოგს სხვადასხვანაირი კიდე, რამდენაირი არსებობს, ბევრნაირი. აი ბატონო ზაზას მოსწონს შავგრემანი და ძალიან შავი. რატო? აი თავად დარწმუნებით ამაში მისი უკვდავი ლექსი. უკვე უკვდავია. დიდია, სხვათა შორის მოემზადეთ. გვიან ღამით სასტუმროში ლანჩხუთის სასტუმროზე არ არის ალბათ საუბარი. გავიცანი ორი ქალი. ერთი შავგრემანი იყო, მეორე კი ძალიან შავი. შავი, მაგრამ მკერდი ვარგი, მაღალი და ფეხით სარგი. შავგრემანიც კარგი იყო, თვალ ციმციმა დატანათი. შებმა ცოტა გამიჭირდა. ბოლოს მოხდა საქმე კარგი. ჩემ მაგიდას შემოხსნენ შავიცა და შავგრემანიც. გამისწორდა რომ შევხედე როგორ შევძელეს ამბავი, მაგისთან სამნი ვზივართ, მე მარტო და ორი ქალი. ფიქრობ ეხლა როგორ უთხრა ორივენი ჩემი არის? მიჯობს მომენტს დაველოდო, ბოლოს უთხრა ნაფიქრალი. უყურე შენ ლანჩხუთში რამბები ტრიალებს. სადღეგრძელოს ყველა ამბობს, შავიც მეც და შავგრემანიც. რესტორანში ქეივს რაჟჯობს, თუ გვერდით ხავთ ორი ქალი. სახელები არ მიკითხავს. სად წამივლენ? აქ არ არის? ქეივს ბოლო აღარ უჩანს, სმას და ჭამას არეალი. ორა კარგად მოვილხინეთ, ფიქრობ რომ თქვა ნაფიქრალი და ნომრისკენ წავიყვანო შავიცა და შავგრემანიც. მოვიხედე და რას ხედავ, მაგიდასთან არ ვინ არის? მიმტანი კი გვერდზე მიდგას, შეკითხელში ვაიბრალი. ვიქრობ ნეტასაც წავიდა გაცნობილი ორი ქალი, ერთი შავგრემანი იყო, მეორე კი ძალიან შავი. ვეძებ, მაგრამ სად არიან ნაქეიფარ გამაძღარი? სახელებიც არ მიკითხავს, ახლა რა ვქნა უივაი? მიმტანს ჩეკი გამოვართვი და მივეცი ჩემი ვალი, დარბას თვალი გადავავლე, იქნებ ჩანდეს ორი ქალი. ერთი შავგრემანი იყო, მეორე კი ძალიან შავი. მაგრამ არსად აღარ ჩანან, დარბას ეტყა შავი კვამლი, ჯობდა დროზე მეთქვა მათთვის, გულში ჩემი ნაფიქრალი, რესტორნიდან წამოვედი, წამოვიღე ორი ვარდი, მომატყუეს, მაგრამ რა ვქნა მაგათ პატრონს აი დარდი. რა თქმა უნდა, არ შავგრემანი და არ ძალიან შავი ქალი, არ ღირს გაბრაზებად და ცხენად. პრინციპში ახლა რას ვერჩი ამ ადამიანს? ას კაცი ლექსებს წერს, კითხულობს, ანუ წერაც იცის და კითხვაც ზოგმა, ალბათ წერა-კითხვაც არ იცის ნორმალურად. დიდი მადლობა ბატონო ზაზა რომ არ სცებობდა ამ ეროტიული პოეზიით, არა მარტო ეროტიული, პატრიოტული ლირიკაც გექნებათ. აცოცხლებთ ჩვენს რუხე და მრუმეყოფას, მე აქედან პირდაპირ გეპატიჟებით რომ მობრძანდეთ ჩვენთან შოუში და კიდევ ბევრი ასეთი ლექსი წავიკითხოთ.